ეს ჰიდროსფერული ძრავი ერთი შეხედვით კოსმოსურ ტექნოლოგიას გავს, თუმცა მისი პრინციპი საოცრად ლოგიკურია, თუ კი მას რევოლვერის ბარაბანს შევადარებთ. ჩვეულებრივ ძრავში ცილინდრები უძრავია, მდგუშები ზემოთ-ქვემოთ მოძრაობენ, ხოლო მათ თავზე რთული მექანიზმი, გამანაწილებელი ლილვები და სარქველები მუშაობს, რათა საჭირო დროს ჰაერი შეუშვას და გამონაბოლქვი გამოუშვას. ჰიდროსფერულმა ძრავმა ეს ყველაფერი გაამართლა და ცილინდრები წრეზე განათავსა, ზუსტად ისე, როგორც ტყვიებია რევოლვერის ბარაბანში. ოღონდ თავარი საოცრება ისაა, რომ მუშაობის დროს ეს მთლიანი ბარაბანი თავად ბრუნოს. ამ ბრუნვის წყალობით ძრავს საერთოდ არ არჩიდება სარქველები და მათი მართვის სისტემა. წარმოიდგინე, რომ ამ ბრუნავი ბარაბნის თავზე დამაგრებულია უძრავი სახურავი, რომელშიც სულ სამი ხვრელია. პირველიდან სუფთა ჰაერი და საწვავი შედის, მეორეში სანთელი ზის და ნაპერწკალს აძლევს, ხოლო მესამედან გამონაბოლქვი გადის. როდესაც ცილინდრების ბარაბანი ტრიალებს, თითოეული ცილინდრი ჟიგრიგობით გაივლის ამ ხვრელებს. ჯერ ჩაისუნთქავს ჰაერს, შემდეგ ფეთქდება და ბოლოს ამოისუნთქავს გამონაბოლქვს, ანუ კლაპნების საქმეს თავად ცილინდრების მოძრაობა ასრულებს. შიგნით ყოფი მდგუშები კი მიმაგრებულია ერთ საერთო დახრილ ვარსკვლავისებურ დისკზე და როდესაც აფეთქებისას ისინი ქვევით აწვევიან ამ დახრილ ზედაპირს, დისკი იძულებულია დატრიალდეს, რაც მოძრაობას პირდაპირ გადასცემს მთავარ ლილვს. ეს კონსტრუქცია ძრავს საოცრად კომპაქტურსა და მსუბუქს ხდის, ხოლო ვინაიდან ყველაფერი წრეზე თანაბრად ტრიალებს, მას საერთოდ არ აქვს ვიბრაცია და მუშაობს იდეალურად რბილად. გარდა ამისა, ვინაიდან ცილინდრები თავად მიდიან სანთელთან, 5 ცილინდრის ასაფეთქებლად სულ 2 ან 3 სანთელია საჭირო. მიუხედავად ამ გენიალურობისა, ეს ძრავი მასობრივ წარმოებაში მაინც ვერ ჩაეშვა, ერთი უდიდესი საინჟინრო თავსატეხის გამო, რასაც მაღალი ხახუნი და ჰერმეტულობის შენარჩუნება ჰქვია. ბრუნავი ბარაბანი ზედაუდრავ სახურავს ისე მჭიდროდ უნდა ებჯინებოდეს, რომ წნევა და კომპრესია არ დაიკარგოს, თან ისე თავისუფლად უნდა სრიალებდეს, რომ მაღალ ბლუნებზე არ გაიჭედოს. ამ ზონების იდეალური შეზეთვა და გაგრილება კი დღემდე უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.